ალბათ უკვე გიფიქრიათ, როგორ შევცვალოთ ჩვენი მეურნეობა, როგორ გავხადოთ ის უფრო ჯანსაღი, მდგრადი და ბუნებასთან ჰარმონიაში. ბიომეურნეობა ხშირად რთულ, მიუწვდომელ კონცეფციად გვეჩვენება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 10 წლეულების განმავლობაში ტრადიციული ინტენსიური მეთოდებით მუშაობთ. თუმცა გარდამავალი პროცესი არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ის მოითხოვს ცოდნას, მოთმინებას და სწორ დაგეგმვას. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ გადავდგათ პირველი გააზრებული ნაბიჯები ბიოფერმერობისკენ, რათა თქვენი მეურნეობა გახდეს არამხოლოდ პროდუქტიული, არამედ სიცოცხლით სავსე ეკოსისტემა. გზა ბიომეურნეობამდე იწყება სიღრმისეული შეფასებითა და გააზრებული დაგეგმით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც განსაზღვრავს თქვენი გარდამავალი პერიოდის წარმატებას. ნიადაგის ყოვლის მომცველი ანალიზი. ეს არის საწყისი წერტილი. საჭიროა ნიადაგის ნიმუშის აღება და ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება. ეს მოგცემთ ზუსტ ინფორმაციას ნიადაგის შემადგენლობის, pH დონის, ორგანული ნივთიერებებისა და საკვები ნივთიერებების შემცველობაზე. ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგიძლიათ შეიმუშაოთ ინდივიდუალური გეგმა ნიადაგის ნაყოფიერების ასამაღლებლად. მეურნეობის ისტორიის შესწავლა. გაიხსენეთ, რა ქიმიკატები გამოიყენებოდა თქვენს ნაკვეთზე წარსულში, რა კულტურები მოჰყავდათ და რა პრობლემები ჰქონდათ. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ გაიგოთ ნიადაგის ამჟამინდელი მდგომარეობა და მოერიდოთ წარსულ შეცდომებს. გარდამავალი პერიოდის დაგეგმა. ბიოსერტიფიცირებისთვის გარკვეული გარდამავალი პერიოდია საჭირო. როგორც წესი 2 ან 3 წელი, რა დროსაც სისტემური პრეპარატები და მინერალური სასუქები აღარ გამოიყენება. შეიმუშავეთ გრძელვადიანი გეგმა, რომელიც მოიცავს კულტურათა მონაცვლეობას, სასუქების გამოყენების სტრატეგიას და მავნებლების ბუნებრივი კონტროლის მეთოდებს. ორგანული სასუქების გამოყენება. დაივიწყეთ ქიმიური სასუქები, დაეყრდენით კომპოსტს, ნაკელს და სხვა ორგანულ ნივთიერებებს. ისინი არამხოლოდ კვებავენ მცენარეებს, არამედ აუმჯობესებენ ნიადაგის სტრუქტურას, ზრდიან წყლის შეკავების უნარს და ააქტიურებენ მიკროორგანიზმებს. მულჩირება. დაფარეთ ნიადაგი ორგანული მასალით, როგორიცაა ჩალა, ნახერხი, ხის ქერქი ან მცენარეული ნარჩენები. მულჩი იცავს ნიადაგს ეროზიისგან, ინარჩუნებს ტენიანობას, ის აგრეთვე აფერხებს სარეველების ზრდას და თანდათანობით ამდიდრებს ნიადაგს ორგანული ნივთიერებებით. კულტურათა მონაცვლეობა. არასდროს დარგოთ ერთი და იგივე კულტურა ერთსა და იმავე ნაკვეთზე ზედიზედ რამდენჯერმე. მონაცვლეობა ხელს უშლის ნიადაგის გამოფიტვას, ამცირებს მავნებლებისა და დაავადებების რისკს და აუმჯობესებს ნიადაგის ნაყოფიერებას სხვადასხვა მცენარის ფესვთა სისტემის წყალობით. მავნებლების ბიოლოგიური კონტროლი. დაივიწყეთ ქიმიური პესტიციდები. გამოიყენეთ ბუნებრივი მტრები, მაგალითად სასარგებლო მწერები, აგრეთვე ფიზიკური ბარიერები, მცენარეული ნაყენები და მექანიკური კონტროლი. ეს მეთოდები უსაფრთხოა როგორც თქვენთვის, ისე გარემოსთვის. ბიომეურნეობა უწყვეტი სწავლისა და განვითარების პროცესია. დაესწარით ტრენინგებს, სემინარებს და წაიკითხეთ სპეციალიზირებული ლიტერატურა. გაიზიარეთ გამოცდილება სხვა ფერმერებთან. კალო გთავაზობთ ყოვლის მომცველ საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც დაგეხმარებათ ყველა ეტაპზე, დაგეგმვიდან სერტიფიცირებამდე. ბიოსერტიფიცირება. თუ გსურთ თქვენი პროდუქცია ბიოპროდუქტად გაიყიდოს, აუცილებელია სერტიფიცირების პროცესის გავლა. ეს არის დამოუკიდებელი შემოწმება, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენი მეურნეობა აკმაყოფილებს ბიომეურნეობის სტანდარტებს. კალო დაგეხმარებათ ამ რთული პროცესის გამარტივებაში. მოთმინება და მდგრადობა. ბიომეურნეობა გრძელვადიანი ინვესტიციაა. შესაძლოა პირველი წლები გარკვეულ გამოწვევებთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ მოთმინებითა და სწორი მიდგომებით თქვენ მიაღწევთ წარმატებას და შექმნით ჯანსაღ, მდგრად და მომგებიან მეურნეობას, რომელიც სარგებელს მოუდავს როგორც თქვენ, ასევე გარემოსა და მომხმარებლებს. გზა ბიომეურნეობამდე ნაბიჯ-ნაბიჯ გადადგმული პროცესია. ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მოაქვს არამხოლოდ მაღალი ხარისხის ჯანსაღი პროდუქცია, არამედ აუმჯობესებს ნიადაგის ნაყოფიერებას, იცავს წყლის რესურსებს და ზრდის ბიომრავალფეროვნებას. დაიწყეთ დღესვე, დაგეგმეთ გონივრულად და იარეთ წინ, მდგრადი, ეკოლოგიური ფერმერობისკენ. ვიზრუნოთ მომავალზე ერთად.